მუსიკალური ფესტივალის დაწყების წინ სიღნაღში ბიძინა კვერნაძის სახელობის ბიუსტი საზეიმოდ გახსნეს. მის მშობლიურ ქალაქში ბიუსტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სიღნაღის მერიის ინიციატივით დაიდგა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. სიღნაღმა კომპოზიტორის შემოქმედებით საღამოსაც უმასპინძლა. ქართველმა მომღერლებმა უკვდავი ნაწარმოებების სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის თანხლებით შეასრულეს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი ფესტივალის დამფუძნებელი და იდეის ავტორი ნიკა ნიკვაშვილია. ფესტივალის მიზანია ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა. Მეზი მადლობა მინდა გადავუხატოთ სიღნაღის საზოგადოებას ასეთი გულთბილი მიღებისათვის, ბიძინას ასეთი ძალიან დაფასებისათვის, არ ვიცი რამდენად იმსახურებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ ძალიან უყვარდა აქაურობა და აქაურ მუნიციპალიტეტს მესეურებს, თქვენი ქალაქის მესეურებს, რომლებმაც დიდი შრომა გაასწიეს. ძალიან კარგი დღეა დღეს სიღნაღში. ბიძინა კვერნაძე, როგორც აქაურებმა თქვეს, დაუბრუნდა სიღნაღს და არაჩვეულებრივი იდეა იყო, რომელიც ნიკა ნიკვაშვილს ეკუთვნოდა, რადგანაც დაფუძნებულია ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი. სწორია, რომ ასეთ ადგილებში, ასეთ სახელოვნებო ქალაქია სიღნაღი და უნდა იყოს აქ ბიძინა კვერნაძის კვალი. მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მიულოცოს სიღნაღს და სიღნაღელებს, რადგან დღევანდელი დღით ამ ბიუსტით, რომელიც დღეს სიღნაღში გაიხსნა ბატონი ბიძინა კვერნაძის ბიუსტი, ხელახლა დაუბრუნდა სიღნაღს ბატონი ბიძინა და ზუსტად ასეთი ღონისძიების ამ ფესტივალით არის შესაძლებელი, რომ მსმენელს, ქართველს და არა მხოლოდ ქართველს კიდევ ერთხელ გაუთმოს გული, კიდევ ერთხელ გაახსენოს, შეახსენოს თავი, რა თქმა უნდა, ამ ძალიან მნიშვნელოვანმა შემოქმედებამ, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურის ნაწილში ერთ-ერთი განსაკუთრებული როლი უკავია. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ბიძინა კვერნაძე, რომელიც ჩვენთვის საამაყო ადამიანია და არა მარტო ჩვენთვის სიღნაღელების, არამედ მთელი საქართველოსთვის ჩამოვიდა ჩვენთან სიღნაღში, დარჩა და აღარასოდეს აღარ წავა აქედან, სულ იქნება ჩვენთან. და რაც შეეხება თვითონ ესეთი ღონისძიებების, ფესტივალების მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, რომ ესეთი ღონისძიებები, კულტურული ღონისძიებები, შემოქმედებითი ღონისძიებები ქალაქ სიღნაღს უბრუნებს იმ ძველ სტატუსს, რომელიც მას ჰქონდა ადრეულ საუკუნეებში. ის იყო კულტურული და შემოქმედებითი ცენტრი კახეთისა, ერთ-ერთი ცენტრი და ის რომ დღეს ესეთი ფესტივალები, ესეთი დღეები გვაქვს ჩვენ ამ ქალაქში, ეს ამას ნიშნავს. ეს არის საუკეთესო დღე, იმიტომ რომ აღინიშნა ისედაც ყოველ დღე შეიძლება აღინიშნოს ბიძინა კვერნაძის მუსიკა, მაგრამ დღევანდელ დღეს რომ გაიხსნა ფესტივალი, ეს ძალიან დიდი მოვლენაა საქართველოსთვის და დღეს რომ მე დამაჯილდოვეს, ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ მთელი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება, ბევრი დიდი დრო მე ბიძინასთან ერთად მაგ გატარებ.